თქვენ თუ იცით რომ მერაბიო აქ არის დაბადებულიო. მე ვთხარი ახლა აქედან ცოცხალი თავით ავწავალ, უნდა ვნახო სად გაიზარდა ეგ ბიჭი მეთქი. ოღონდ არც დაგეგმილი. გაგაზრდილი ამხელა, ჩემზე მეტყვა. კაც გოუზელია, იდო სამუსიდასინისი არა გადახვავ ასხალხი. მაგრამ ისახლი დაანგრია მამამის. აუ რაღაცა მინდა კითხოთ. ახლა ქონდა სახლი ახლა დაბლობს ხოლმე. ახლა ბიჭიო დაბლა. ახლა და გასაცხოვარი თუ ხარ საცოლოა მერაბი. ყველა ამბობს რომ მაგარი ყოჩაღი იყო. კი. ეგ ძალიან კაირო ყოჩაღი, მაგრამ რანაირად მოახერხა ეგ ყველაფერი? მონდომება ხონდა მაგარი. მაგარი მონდო. მაგარი, უშიშარი. უშიშარი. უშიშა, ხეზე ევიდოდა, წვეში ევიდოდა ხეზე. არაფერს არ შინოდა ბავშვები. არც ქვეწარმოზე შინოდა, აღარ ყველას ვეშინია მაგისი. არაფერს არ სიზღი მაინც გვაქვს. არ ეშინოდა მისი. იჭერდა ხელს კიდე ხელს აგან გვეწარმოების ხელი არავის არ აქვს ნაგინდები. კაზერია, მუდუ, მერაბდვალი. ეხა შევდივართ მერაბ დვალიშვილის ბავშვობის სახლში. სადაც დაიბადა. ხო, ოღონდ სახლი აღარ არის. ბეტონია დაკეთებული. რომელ წელს დაანგრიეთ ეს სახლი? 2000-ში ჩავედი თქვით. ჩახვედით ქვევით ხო? ის აკვანია იქა? აგვარი. მაგისი აკვანია? ბრძოლიაში. კიო, აი აკვანიც გვაქვს ჩვენ. მაგრამ ძალიან დიდი კაცი არის თქვენი შვილი. და ძალიან ამაყა საქართველოს და ბავშვები, რაც თავარია სპორტით და ადამიანები არიან, ჩვეულებრივი, ოღონდ მამაცები და მშრომელები. ჩვეულებრივი მამაცები და მშრომელები. ჩვეულებრივი, არაფერი განსაკუთრებული არც ჩემსავით ხვი გაბუშტულები და ასე მონდომებულია. მერაბი საცოლოა. ფინანსისტი ვარო, ფინანსები გია. ხო და ფინანსი უნდა ზუსტად ახლა მერაბო. დავაკეთოთ ეგ აიშა.